მოგესალმებით. დღეს ბერ საინტერესო საფეხბურთო სიახლე შევეხებით. სანამ დავიწყებთ, ავიცილებლად დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა არხს დაეხმაროთ განვითარებაში. ავიდეთ 500 ლაიქზე. მადლობა. სოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მესამე ტურში PSG-მ სიეტლი ანგარიშით 0-2 დაამარცხა და ჯგუფიდან გავიდა. გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და ხაკიმიმ გაიტანეს. ქართველმა მინდორზე 64 წუთი დაახაო, ენრიკემ მისი დასვენება გადაწყვიტა. გამოცემა სოფასკორმა კვარაცხელიას თამაში 7.8 ქულით შეაფასა, რაც მოედანზე მესამე საუკეთესო შედეგია. ის გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ამ ტურნირზე გოლის გატანა მოახერხა. სწორედ ამ მიღწევას გამოეხმაურა FIFA-ს ოფიციალური გვერდი და ხვიჩას პოსტი მიუძღვნა. ხვიჩა კვარაცხელია გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე ან FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გაიტანა, წერს FIFA-ს ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში. Paris Saint-Germain-ი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფიდან ოფიციალურად გავიდა. პარიზულმა გუნდმა 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. PSG-ს შემდეგი მეტოქე ლიონელ მესის ინტერ მაიამი იქნება. აქვე მოგახსენებთ, რომ ამ ტურნირზე ხვიჩა კვარაცხელიას 2 საგოლე პასი და 1 გოლი აქვს. ყოფილმა ფრანგმა ფეხბურთელმა ადილ რამიმ გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა. ალბათ იფიქრებთ აჭარბებსო თუ გეტყვით, რომ მიქაუტაძეს თავისუფლად შეუძლია ევროპის ტოპ 10-დან რომელიმე გუნდში თამაში. მაგალითად, თუ PSG ტოპ 10 გუნდში შედის, მაშინ ის ამ გუნდში 9 ნომრის პოზიციაზე იდეალურად ითამაშებდა. ჯერ მხოლოდ 24 წლისაა და მალე კიდევ უფრო მეც დაამტკიცებს. ამჟამად ბარსელონაში ლევანდოვსკია, თუმცა 2-3 წელიწადში მიქაუტაძე ბარსაში ან რეალში გადავა, ყველაფერს გაანადგურებს, რადგან კარგი მეპასეები ეყოლება და გოლების გატანა არ გაუჭირდება. ლიონში მისი პროგრესი აშკარაა და როცა მიქაუტაძეს მალე დიდ გუნდში იხილავთ, ჩემს სიტყვებს გაიხსენებთ, განაცხადა ფრანგმა. ავსტრიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიგმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა. იცით, ამდენი ფულის დახარჯვის შემდეგ რატომ გახდა PSG ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული? ისინი 10 თუ 15 წელი ბევრ ფულს ხარჯავდნენ და ახლა მთავარი ვარსკვლავები წავიდნენ. აღარც მბაპეა, აღარც მესი, აღარც ნეიმარი და უეცრად ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. ეს შემთხვევითობაა? რა თქმა უნდა არა, მათ ეს გზა გაიარეს. მაგალითად, კვარაცხელია შეიძლება მოიყვანოთ მან, როდესაც ანგარიში 4-0 იყო, მატჩის დასრულებამდე კი 20 წუთი რჩებოდა, ბურთის დასაბრუნებლად ისევ გაირბინა 60 მეტრი. არასოდეს მინახავს მსგავსი რამ ნეიმარის, მესის ან მბაპეს გაეკეთებინოთ. აი, ამაში ამ გუნდის სიძლიერე. ერთ-ერთი ფრანგული გამოცემა Saint Etienne-თან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. წყაროს ცნობით, ქართველი შემტევის დამატების სურვილს გამოხატავს სტრასბურგი, რომელიც ტრანსფერულ დეტალებით არის დაინტერესებული. თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბის ხელმძღვანელობა ზურიკოს ტრანსფერის წინააღმდეგია. იწერება, რომ ლიგა 2-ში დაქვეითებული Saint Etienne-ის მფლობელი სურვილი ლუკას ტასენის და ზურიკო დავითაშვილის შენარჩუნებაა, რათა უმაღლესი დივიზიონში დაბრუნება მოახერხონ. თავისით მხრივ დიდ ინტერესით უყურებენ ქართველ შემტევს სხვა კლუბებიც, რომელთა სურვილი 24 წლის შემტევის გადაბირებაა. ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის შესახებ საკუთარი შეფასება გააკეთა და მასში თამაში იტალიურ სერია A-ში ადარა. როცა იტალიაში ვიყავი, იტალიელები ხშირად ამბობდნენ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში თამაში ადვილია, მაგრამ ამას ვერ დავეთანხმები. სერია A ძალიან რთულია, რადგან ყოველი მატჩი რეალური ტაქტიკური ომია. საფრანგეთში კი ყველა გუნდი წიდობს შეუტიოს და თამაშები უფრო გახსნილია. დონე ორივეგან ძალიან მაღალია, ჩემპიონატები განსხვავდება სტილით, მაგრამ ორივე სერიოზული გამოწვევაა, აღნიშნა ქართველმა ვარსკვლავმა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების საყრდენი გიორგი ქოჩონაშვილი ახალ სეზონს ლისაბონის სპორტინგში დაიწყებს. ქართველმა ტრანსფერთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. როდესაც გაჩნდა სპორტინგის ვარიანტი, ერთადერთი რაც ვითხოვე ლევანტესთან ერთად სეზონის დასრულება იყო. გადავდივარ კლუბში, რომელიც თამაშობს ჩემპიონთა ლიგაში და ზედაზედ ორჯერ პორტუგალიის ჩემპიონი გახდა. სიმართლე გითხრათ, მე უკვე მესამე ჩემპიონაბაზე ვფიქრობ. ბავშვობიდან ვიცოდი, თუ როგორი დიდი ფეხბურთელები აღზარდეს ლისაბონელმა, პირველ რიგში რონალდო, ჩემი კერპი პატარობიდანვე, განაცხადა გიორგი ქოჩორაშვილმა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა არხს დაეხმაროთ განვითარებაში. ავიდეთ 500 ლაიქზე. მადლობა.